უკვე მეშვიდე გაკვეთილი და ამ გაკვეთილში მართლა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს გავავლით. როგორც არის ის, რომ მაგალითად შეიძლება ტრეიდერს გქონდეს 40%-იანი მოგების რეიტი, ანუ 40% ტრეიდების გქონდეს მოგებული, 60% წაგებული და მაინც მოგებაში იყოს და როგორ არის აი ეს შესაძლებელი და რა არის სწორი ტრეიდ მენეჯმენტი, რატომ არ არის საკმარისი სწორი entry, როგორც აქ გვიწერია, რატომ იმართება ტრეიდი გახსნის, როგორ იმართება, რატომ იგებს დისციპლინირებული ტრეიდერი გრძელვადიანში. სწორი entry არ არის საკმარისი მარტივი მიზეზების გამო, იმიტომ რომ სწორი entry შეიძლება ყველა მიმართულებით იყოს, აქაც შეიძლება სწორი entry იყოს, აქაც სწორი entry, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება liquidity sweep-ი. თუ აღმავალ time frame-ებზე არ გვაქვს ის დადასტურებები, როგორიცაა liquidity demand-ი, liquidity demand-ი, კიდევ რა უნდა მithქვა. მაგალითად ფიბონაჩის სტრუქტურა ან სხვადასხვა დადასტურებები თუ არ გვაქვს, სტრუქტურის შეცვლა ან რაიმე დადასტურებები თუ არ გვაქვს, უბრალოდ ერთწუთიანზე სწორი entry არანაირად არ არის საკმარისი. არასდროს არ უნდა დავუშვათ ეგ შეცდომა, რომ ერთწუთიანზე ან სამწუთიანი და ხუთწუთიანი ან 15 წუთიანით განვიხილოთ მარკეტი. მაღალი time frame-ები ყოველთვის გვჭირდება. თუ მაღალ time frame-ზე არ შეხედე მარკეტს არ გამოვა, უნდა შეხედო 1 დღიანს, 4 საათიანს, 1 საათს, ყველა time frame-ს უნდა შეხედო, სანამ ტრეიდს გახსნი. ჯერ დაიწყო მაღალი time frame-ებით ის თუ ტრენდის განსაზღვრა, სტრუქტურის შეცვლასაც გვაქვს, liquidity თუ გვაქვს და მერე დაბალ time frame-ებზე უკვე ის ყველაფერი რასაც გავვლით. ასევე არის, ეხლა ნახე რა ხდება, risk to reward-ი რას ნიშნავს. და აი რატომ არის ისე, რომ 40% არის მოგება, მაგრამ მაინც მოგებაში არის, ანუ უმეტესად აგებს, მაგრამ მაინც მოგებაში არის. იმიტომ რომ risk to reward-ი აქვს სწორად, მაგალითად 1-2-თან, 1-3-თან. ეხლა აი ყველაფერი რა არის? ამ ყველაფერს გავუვლით. მაგალითად, თუ მე ტრეიდს ხსნი აი აქ და stop loss-ი მიყენი აქ, და დავუშვათ 4-თან მაქვს, ანუ 3-თან და 2-თან არის ყველაზე კაი შემთხვევა. მაგალითად 3-თან ან თუნდაც 4-თან მაქვს ტრეიდი. მაგალითად თუ მე ამ ერთ ტრეიდს მოვიგებ, სადაც დავუშვათ დავიღოთ რისკი გქონდა $300. ყოველ ტრეიდში დავუშვათ რომ რისკავთ $300 და ყველა ტრეიდში რისკი მაქვს $300, მაგრამ ყველა ტრეიდში მოგება მაქვს 4-თან, ანუ $1200. დავუშვათ რისკავ $300, ვიგებ $1200 ან $900. შემდეგ, როცა 4-თან ვიღებ ტრეიდს, იდეალურ შემთხვევაში 3-თან, 4-თან შეიძლება ხოლმე, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში 3-თან. 4 თლად უკეთესი არის, 5 დამერძევით უკეთესი და უკეთესი. ან თუ 3-თან ვიღებ ტრეიდებს, 2-თანაც კარგი არის. რა ხდება რა? $300 რისკავ, 900 ვიგებ, ან 900 მაქვს მოგებული, ახლა სულ რომ შემდეგი კვირა -2 ტრეიდით დავამთავრო და $600 წავაგო, მაინც მოგებაში ვარ. ასე რომ აქ ნაწილდება ეგრე, რომ 10 ტრეიდს რომ მოვიგებ, სიტყვაზე მოგება მაქვს 1-3-თან თუ მოვიგებ, მოგება მაქვს $9000 და 10 ტრეიდს თუ წავაგებ, ანუ 50-50-ზე თუ მექნება 3000 წაგებ, ანუ ჯამში 6000 მაინც პლეუსში იქნები. აი ეგ არის ძალიან მარტივი საიდუმლო, რატომაც ტრეიდერები, რომელიც აგებენ ბაზარზე, 50%-ს მაინც მოგებაში არიან. კიდევ არის take profit-ის ლოგიკა მნიშვნელოვანი. Take profit-ის შემთხვევით არის მება, ამას უნდა გქონდეს სწორი მიმართულება. მაგალითად, ან უნდა იყოს take profit-ი აღებული liquidity sweep-ზე, ანუ სადაც ტრეიდერებს, სადაც ბაზარი გასვიპავს და ან მაგალითად აი აქ ხო, ავაფასი იქნება liquidity sweep-ი, მანდ უნდა იყოს take profit-ი. ან იდეალურ შემთხვევაში აი აქ ხო, აქ გვექნება liquidity sweep-ი, ან high-ზე უნდა იყოს, ან low-ზე. ეგ არის მარტივი ლოგიკა take profit-ების და trade management-ი უნდა იყოს ის, რომ stop-ი არ უნდა ჩამოვწიოთ ქვევით, მაგალითად თუ stop-ი რაღაც კონკრეტულ დონეზე გვიდევს, აქ და ფასი ჩამოვიდა და მიარტყა ჩვენ stop loss, არანაირად არ უნდა ის, რომ stop-ები უფრო ქვევით წამოვიღოთ, რომ
აი აქ ხა წავაგზავნით, ან ხა წავაზევით და დასტოპავს და მეერე წავაზევით. არანაირად რა. სტოპი სადაც გიყენია, იქ უნდა გეყენოს და ასევე take profit-ი. სადაც დააყენებ მაგალითად high-ზე, იცი რომ high-ს აიღებს აუცილებლად და ესე პროსტაზე არ უნდა ან ტრეიდი უნდა აიღო ან high-მდე, ან ლიკვიდობამდე. ან აზიის high-მდე, რასაც გავუვლით. ესე უბრალოდ უმიზეზოდ არ ვიღებთ. ასევე ტრეიდი არ უნდა დავხუროთ არც თუნდაც წაგებაში ვიყოთ ან თუნდაც მოგებაში შიშის გამო და კიდევ ანუ უნდა ვაცადოთ რომ ჩვენ ტრეიდს როცა უკვე გავხსნით მე უკვე ვეღარ ვაკონტროლებ თუ დავაცადოთ რომ ტრეიდმა ბაზარმა თავის საქმე გააკეთოს და შენი მიმართულებით წავიდეთ ანუ დობა უნდა მოიპოვო შენი ტრეიდინგის, შენი სტრატეგიის და შენი თავის მიმართ ამ შემთხვევაში. შეგიძლია მაგალითად წაგებაში ამცი როგორც მე ვაკეთებ მაგალითად აქ გქონდა გახსნა ხო აქ ავიდა ფასი რაღაც კონკრეტულ დონემდე და მე ჩამომაქ სიტყვაზე სტოპი break even-ზე ანუ თუ ფასი აქ დაბრუნდა არაფერს არ წავაგებ ანუ ამით რისკს ვამცირებ რა თუ რისკ რევარდი კარგად გაქვს შეიძლება ეს არც დაგჭირდეს break even-ზე ჩამოტანა იმიტომ რომ ერთი წაგება ერთი მოგება უკვე ბევრად წინ წაგწევს. აი ამ გაკვეთილის თავარი თემაც იგი იყო.